მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ნეომედი ეკა სუხიშვილთან ერთად. დღევანდელ გადაცემას ჩვენ მივუძღვნით იმუნიზაციას და ვაქცინაციის მნიშვნელობას იმუნიზაციაში. მითები თუ რეალობა, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, როდიდან უნდა დავიწყოთ, რა ასაკიდან და რა დაავადებებს ებრძვის ის ვაქცინა, რომელიც ჩვენთან საქართველოში დანერგილია და საერთოდ რა ვაქცინაცია არსებობს, რა დაავადებები ის ვაქცინაცია ხდება მსოფლიოში. ცნობილია, რომ მე-18 საუკუნეში ცნობილმა, უფრო სწორად შემდგომში ცნობილმა, თუმცა ერთ-ერთმა სოფლის ექიმმა ჯენერმა მოახდინა დაკვირვება მწველავ ქალბატონებთან და აღმოაჩინა, რომ ყვავილი, რომელიც მძვინვარებდა მსოფლიოში და რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის კი არა, საერთოდ ქალაქები ნადგურდებოდა და ქვეყნები ნადგურდებოდა ყვავილის გავრცელების პერიოდში, აღმოაჩინა, რომ მწველავ ქალებს ყვავილი არ ემართებათ. მას შემდეგ მოახდინა დაკვირვება მის თავზე და ყავდა კიდევ საცდელად კვლევებში ჩართული ერთი პატარა სოფლის ბიჭი, სოფლიდან პატარა ბიჭი, რომელსაც წაუსვა ძროხის ცურიდან აღებული მასა შეაზილა სხეულზე და ამ ბიჭმა საკმაოდ იოლად და მსუბუქად გადაიტანა ეს დაავადება და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ვაქცინის წარმოებას, რამაც ფაქტიურად გადაარჩინა მსოფლიო ძალიან ბევრი დაავადებებისგან, ასეთივე მომაკვდინებელი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისამდე წითელა, წითურა და პირადად ჩემი ოჯახი, მამა ჩემის ორი ძმა ძალიან პატარა ასაკში წითელით გარდაიცვალა, მაშინ არ არსებობდა ვაქცინა და ამიტომ ჩემთვის ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. თუმცა რა შედეგები აქვს და რა მითები და რეალობა არსებობს ამაზე, სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ეპიდემიოლოგი მარი გიუნაშვილი. მარი, მოგესალმები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი და პრობლემა, რომელიც სულ არსებობს, იარსებებს და ალბათ თუ არა ის აქტიურობა, რასაც თქვენი სამსახური აკეთებს, კიდევ უფრო გამწვავდებოდა. ზოგადად, რა არის იმუნიზაცია და რას აკეთებს ადამიანის ორგანიზმში იმუნიზაციის დროს ჩატარებული ვაქცინაცია? მოგესალმებით, დიდი მადლობა ეკა ამ თემის გაშუქებისთვის და რომ მომიწვიეთ ამაზე სასაუბროთ, მართლაც პრობლემატური არის მარტო ჩვენ ქვეყანაში, კი არა მთელ მსოფლიოში. იმუნიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩარევა არის კაცობრიობისათვის და ვალმოხდილებიც ჩვენ უნდა მადლიერებიც ვიყოთ ამ იმუნიზაციისათვის, ვინაიდან კაცობრიობის ისტორიაში ბევრი უამრავი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა იმუნიზაციამ. ეს რა არის? არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში გამომშავდება იმუნიტეტი ვაქცინების მეშვეობით, რომელსაც მეშვეობითაც ხდება ინფექციური, ამა თუ იმ ინფექციური დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა. ეხლა იმუნიტეტი თვითონ გამომუშავდება იმუნური სისტემის მიერ. იმუნური სისტემა რა არის? ეს არის ერთიანი ქსელი უჯრედის ორგანოებისა და ქსოვილებისა, რომლებიც როგორც კი უცხო სხეული მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, მაშინვე ერთიანად რომ იტყვიან, ჩაერთვებიან ამ უცხოს საწინააღმდეგოდ ბრძოლაში. და შეიძლება და ეს ხდება ხელოვნურადაც, როდესაც ვაქცინაცია ხდება. ანუ ადამიანის იმუნიტეტი შეიძლება ქონდეს თანდაყოლილი, როდესაც მემკვიდრეობით იღებს მშობლისგან, ან შეიძლება იყოს დაავადების გადატანის შემდეგ და ვაქცინაციის შემდეგ.
თან ეს უკვე არის შეძენილი იმუნიტეტი. თუმცა განსხვავება არის ვაქცინაციასა და შეძენილი იმუნიტეტში ვაქცინაციასა და დაავადების გადატანის შემთხვევაში გამომუშავებული იმუნიტეტის შორის. ხანგრძლივობის თვალსაზრისით? არა, სირთულეების თვალსაზრისით. დაავადების გადატანის შემთხვევაში შეიძლება იმას გართულებები ქონდეს, კი გამომუშავდეს იმუნიტეტი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი გართულება შეიძლება მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობაში, რომ სიცოცხლისათვის საშიში იყოს და სახიფათო და იმუნიტეტი სულაც აღარ ჭირდება მერე და ვაქცინის შემთხვევაში უკვე ეს გართულებები არის თავიდან აცილებული. წინასწარ შეყავს შენ მებრძოლები, ასე ვთქვათ, ორგანიზმში და რა არის ვაქცინა? ეს არის პრეპარატები, რომლებიც უჯრედს ორგანიზმს ასწავლის, როგორ ებრძოლოს უცხოს. გამოიმუშავებს ახალ უჯრედებს ვაქცინა, ანუ ანტისხეულებს ვეძახით ამას მედიცინაში და როდესაც ეს ანტისხეულები არის კონკრეტული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში, მაშინ ორგანიზმი არის დაცული და უკეთესად ადვილად ებრძვის, უფრო ნაყოფიერი არის ეს ბრძოლა ამა თუ იმ ინფექციური დაავადების შემთხვევაში. რა ხანგრძლივობით ჩერდება ვაქცინა ორგანიზმში? ეს ერთჯერადია თუ არის ისეთი დაავადებები, რომლებსაც რამდენიმე აცრა სჭირდება? რა თქმა უნდა, არის უმეტესობა ვაქცინებისა ერთი დოზა საკმარისი არ არის. აი, ავიღოთ წითელას შემთხვევა, ხო, წითელაძის თუ რა ყბაყურა, ახლა ეს არის 3 ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა. ერთი დოზა საკმარისი არ არის ეროვნული კალენდარით. 1 წლის და 5 წლის ასაკში იცრებიან ბავშვები. 1 წლის ასაკში მიღებული დოზა არ არის საკმარისი, რომ მთელი ცხოვრება ეს ბავშვი იყოს დაცული ამ 3 ინფექციისგან. მეტნაკლებად. ამიტომ 5 წლის ასაკში ხდება რევაქცინაცია შემდეგ, რომ სრულყოფილი 95-98% იყოს გამომუშავებული და დაცული ეს ბავშვი, იმუნური სისტემა ქონდეს სრულყოფილი. აი ესეთი იმით ვეძახით ჩვენ. არის სხვა ვაქცინებიც, მაგალითად დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 2 თვის ასაკიდან იწყება და იქ სხვა ვაქცინებით შედის, 3ჯერადი არის წლამდე აცრა, მაგრამ შემდეგ ისევ ეს ბავშვები 18 თვის ასაკში იცრებიან, შემდეგ 5 წლის ასაკში და ბოლოს 14 წლის ასაკში უკვე 3 კომპონენტიანით დიფტერია, ტეტანუსი, 2 კომპონენტიანი ამთავრებენ ვაქცინაციას ტეტანუსის და დიფტერიის მიმართ. გამოდის, რომ ეს ვაქცინები ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, თუმცა არ იცავს იმისგან, რომ დაავადება არ შეხვდეს, მაგრამ აი დაავადების შემთხვევაში რა სარგებელი აქვს იმას, რომ აცრელი და აუცრელი ადამიანი? სწორი შეკითხვა. იმუნიზაციას თვითონ ჯერ ერთი ჯანმრთელობისათვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთი რომ მრავალი იცავს ამა თუ იმ დაავადებებისაგან, მეორე იცავს სიკვდილიანობისაგან, ამ დაავადებით განვითარებული გართულებებისაგან იმუნიზაცია. ბევრი დაავადების ელიმინაცია, ერადიკაცია შეუწყო ხელი იმუნიზაციამ. აი თქვენ ახსენეთ, წეღან ყვავილი ელიმინაცია მოხდა სრულად გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ეხლა ბუნებრივი ყვავილი მხოლოდ ლაბორატორიებშია. და ეს მოხდა ვაქცინაციით. თუ არა მილიონობით ადამიანი იღუპებოდა ყვავილისაგან. ერადიკაცია მოხდა მაგალითად პოლიომიელიტის. ჩვენ საქართველოს 2002 წლიდან მთლიანად პოლიომიელიტისაგან თავისუფალ ქვეყანად გვაღიარეს, თუმცა 2012 წელს იყო ერთი შემთხვევა შემოტანილი, უცხოეთიდან იყო შემოსული მუშა, რომელმაც შემოიტანა, მაგრამ ადგილზე დახვდა იმუნური ფენა მოსახლეობის და გავრცელება ვერ მოხდა. აი ეს არის სარგებელი იმუნიზაციის. აქვს ეკონომიური მნიშვნელობაც ქვეყნისთვის იმუნიზაციას. ერთი რომ მიმართვიანობა მცირდება სავადმყოფოში დაავადებების სიმცირის გამო. მეორე რომ
დანახარჯი, ფულადი დანახარჯი ამ დაავადებების სამკურნალოდ არის ნაკლები და მესამე შრომის უნარიანი მოსახლეობა არის მეტი. ხო, შრომის უნაროები არის შემცირებული და ამას ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ის დაავადებები, რაზეც შეიძლება ჩვენ ეკონომია გავაკეთოთ თანხების გამოყენებული იქნება ჯანდაცვითი სხვა პროგრამების განხორციელებისათვის. ერთი მარტივი ჩხვლეტით და ვაქცინაციით, ხო? დაავადება შეიძლება, ხო, აი თქვენ კითხვას მეუბნებთ, დაავადება შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციის შემდეგ და ეს ხდება ძალიან მცირე პროცესში, მაგრამ გარანტირებულად არის დაცული ეს ადამიანი გართულებებისაგან და სიკვდილიანობისაგან მით უმეტეს. ქონდა უამრავი შემთხვევა ამისი, როდესაც სუბუქად უამრავი არა, მაგრამ სუბუქად მიმდინარეობს ისე რომ გართულებები საერთოდ არ აქვს. აი ხა წითელა წითურაზე ვილაპარაკეთ, ჩვენ ეს იყო ის ვირუსული ინფექცია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ფაქტიურად სიკვდილიანობას იწვევდა და ოჯახებისთვის იყო ძალიან დიდ ტრაგედიად და მე გადაცემის დასაწყისშიც ვახსენე მამაჩემის ორი ძმა პატარა 5 და 9 წლის ასაკში სანამ მამაჩემი დაიბადებოდა, სწორედ ამ წითელას შეეწირა. რამდენად აი ახლა არის ხოლმე პერიოდები აფეთქება დაუშვათ განსაკუთრებით სკოლებში და ბაღებში და მე რაღაც პერიოდია რომ ჩაწყდარდება. აი რა იწვევს ამ აფეთქებას? შემცირება იმუნიზაციის თუ რაღაცა მაინც ხელოვნურად ხდება ამ ყველაფრის გავრცელება? მიზეზი რა არის პერიოდული აფეთქების? იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლების შემცირება იწვევს დაავადების ხელახლად წარმოჩინებას. წითელას მით უმეტეს ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა და აი 10-12 წელიწადში ერთხელ იფეთქებს წითელას შემთხვევები და თუ იქ იმუნური ფენა არ იქნა, ანუ მასიურად მოსახლეობა არ იქნა აცრილი და მოცვის მაჩვენებელი არ იქნა 95-96% აუცილებლად წითელას შემთხვევები მოიმატებს. ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენ და წინასწარ იციან ეს მკვლევარებმა, რომ დავუშვათ რამდენი წლის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ წითელას შემთხვევა მოიმატოს. ამიტომ იყო 2008 წლის 8 წელს მასიური იმუნიზაციის კამპანია სწორედ წითელას საწინააღმდეგო აცრებით განსახორციელებლად, მაშინ გახსოვთ სკოლებში, ადგილებზე ვცრიდით ბავშვებს, იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო აფეთქებები. გარდა ამისა, გასული საუკუნის ბოლოს ვაქცინებით მომარაგება ჩვენს ქვეყანაში შეწყდა და პრობლემები შეიქმნა. ამიტომ დაგროვდა არაიმუნური ფენა. რომელმაც გარკვეული ასაკის შემდეგ საკმარისი იყო ერთი შემთხვევა შემოსულიყო, რომ არაიმუნიზირებული მოსახლეობა შეხვდებოდა და წითელთან არის მაღალი კონტაგიოზურობით მქონე ინფექცია, ანუ 100 შემთხვევიდან ერთი შემთხვევაც კი საკმარისია, რომ 100 ბავშვიდან თუ ერთს წითელა დაემართა, 100-ვე ბავშვი დაინფიცირდეს. ყველა ვირუსს ესეთი მაღალი კონტაგიოზური, ანუ მიმღებლობა წითელას ვირუსისა არის ძალიან მაღალი ორგანიზმის მიერ. აი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად წითელას შემთხვევები საერთოდ არ ჰქონდათ. და ეხლა მოიმატა წითელას შემთხვევა, იმიტომ რომ შემცირდა აცრების რაოდენობა და ტურისტმა შეიტანა. თუ კი ბუნებაში რომელიმე ვაქცინა არსებობს, ეს ინფექცია არსებობს ბუნებაში, ხო? იმის საშიშროება ყოველთვის არსებობს, რომ ქვეყანაში სადაც არ არის ეს ინფექცია, ის ინფექცია ხელახლა იფეთქოს. იმიტომ რომ გლობალიზაციის პირობებში ხანაში ვართ ჩვენ, ქვეყნებს შორის მიმოსვლა არის ძალიან გამარტივებული და ამიტომ ინფექციური დაავადებების გავრცელებისთვის ეს არის ძალიან ხელსაყრელი პირობები, ხო? იგივე პოლიომიელიტზე რო თქვი მე, შემოიტანა ტურისტმა და ეხლაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2002 წლიდან პოლიომიელიტის შემთხვევა ადგილობრივი არ ქონია, თუ ჩვენთან
დაგროვდა იმუნური ფენა, არაიმუნური ფენა, რომელიც არ არის აცრილი პოლიომიელიტზე, არის საშიშროება, რომ ჩვენთანაც გაჩნდეს პოლიომიელიტის ადგილობრივი შემთხვევები და რატო? იმიტომ რომ მსოფლიოში პოლიომიელიტი ჯერ კიდევ 3-4 ქვეყანაში მძვინვარებს, იგივე პაკისტანში, ავღანეთში პოლიომიელიტის შემთხვევები არის ძალიან დაბალგანვითარებულ ქვეყნებში. ხო, სადაც იმუნიზაცია არ არის სათანადო დონეზე. სამწუხაროდ ძირითადად მაინც ტურისტებისგან და რა თქმა უნდა, შემოტანას არაფერი არ უშლის. და ჩვენ ქვეყანაში ინდოელები და პაკისტანელები ნამდვილად არ გვაკლია. რა თქმა უნდა, არ ხდება მათი იმუნიზაციის სტატუსის შემოწმება, ამიტომ შემოვა ვიღაცა და შეიძლება შემოიტანოს. და თუ აქ დახვდა არაიმუნური ფენა, ძალიან მარტივად შესაძლებელია ეს. და ამიტომ არის რომ აი ზოგჯერ მშობლებს აქვთ ესეთი პრეტენზია, რომ არ არის მაინც ჩვენთან დავშვათ იგივე პოლიომიელიტი და რატო ავცხრა ჩემი შვილი, რატო მივაყენო ზიანი. ამას გონიათ რომ ამით რა აუცილებლობით ზიანს აყენებენ მის ჯანმრთელობას და ამ დროს პირიქით არის. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, არის ბუნებაში ეს პოლიომიელიტის, ველური პოლიომიელიტის ვირუსი და ძალიან მარტივად შესაძლებელი არის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ისე ვიფეთქოს. იქ სადაც აბსოლუტურად შემთხვევების რაოდენობა არის 0. გასაგებია. აი კომბინირებულ აცრებზე, ვაქცინებზე ვიტყვი. ხო, არის ისეთი ვაქცინები, რომელიც კომბინირებულად კეთდება 3 სხვადასხვა ვირუსულ ინფექციებზე, ხო. ხო არ ხდება გადაფარვა დაუშვათ ამ ვაქცინების ერთდროულად რო კეთდება? არანაირად არ ხდება გადაფარვა. აი იმუნური სისტემა არის ძალიან, როგორ თქვა, მარტივი გონიერი. თვითონ ალაგებს. კი, კომბინირებული ვაქცინები. აი ბავშვთა ასაკში, ჩვილობის ასაკში ხო იწყება ვაქცინაცია და პირველი არის BCG და B ჰეპატიტის სამშობიაროში, რომელიც უტარდება პირველი 3 დღე 5 დღის განმავლობაში და შემდეგ უკვე 2 თვის ასაკიდან იწყებენ ჯანმრთელი აი ხას გავსვამ რომ იცრება ჯანმრთელი ბავშვი, პრაქტიკულად ჯანმრთელი. აი პირველივე რაც კეთდება უკვე პოლიკლინიკაში, ხო, სამედიცინო დაწესებულებაში, სამშობიაროს გარეთ ეს არის ჰექსავაქცინა, რომელშიც 6 სხვადასხვა ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შედის. ეს დიფტერია, ტეტანუსი, ანახველა, B ჰეპატიტი, ჰემოფილუსი, ინფლუენსა და პოლიომიელიტი. ხო? ანუ ეს ერთი ჩხვლეტით. და ეს არის უფრო გაიოლებული თვითონ ბავშვისთვის, იმიტომ რომ ნაკლები ზიანი ბჭყალებში ვიძახ, სტრესი უფრო, ნაკლები ნერვიულობა ბავშვის, განცდა, მშობლის, ხო? იმუნური სისტემა მაინც თავისას აკეთებს. იქ გამომშავდება ათწლეულები თანაბრად, როგორც ტეტანუსისთვის, ისე დიფტერიისთვის, ისე B ჰეპატიტისთვის, ისე პოლიომიელიტისთვის. ესე რომ არავინ არ იფიქროს, რომ იგივე აი წითელაწითურა ყბაყურას აცრა, ხო? 3 ვაქცინის საწინააღმდეგოდ. ადრე იყო ცალკე წითურას ცალკე წითელას ვაქცინა, ცალკე არსებობდა მონოვაქცინებს ვეძახით ამას. ნუ ეხლა რა თქმა უნდა უფრო დაიხვეწა და უფრო შედარებით ვაქცინები ხა, კი არის წითელაწითურა ყბაყურას ვაქცინა არის რაღაცა პერიოდი გამშვები, მაგრამ ამაზე კიდე მიმდინარეობს მუშაობა და თქვენ როგორც აღნიშნეთ, დახვეწა კიდე მიმდინარეობს. მომავალში არ ვიცით რა იქნება, შეიძლება უფრო უკეთესი ვაქცინა იყოს შეიძლება. აი აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა აწარმოებს ამ ვაქცინას, თუ რაღაცა ერთი საერთო სტანდარტი არსებობს და ყველა ქვეყანა აი იმ სტანდარტით როგორც დაუშვათ გაიდლაინები უკვე თითქმის ერთია მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ნოზოლოგიების სამკურნალო. უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ მუშახელი იაფი სად უჩდება თვითონ წარმოებელს და რომელ ქვეყანაში აქვს გახსნილი, თორე გაიდლაინით ის და ფორმულა ყველგან არის ერთნაირი აბსოლუტურად და მასში შემავალი კომპონენტი. იმიტომ რომ ერთი პერიოდი იყო ხოლმე რომ აი ინდური შემოდიოდა, უფასო იყო, ფრანგული შემოდიოდა ფასიანი და რატომღაც მშობლები ცდილობდნენ რომ აი ეს ფასიანი თითქოს თანხას რო იხდიდნენ, უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდათ.
და სხვა არაფერი. უფრო დაცული იყო ბავშვი. ფსიქოლოგიური მომენტი და სხვა არაფერი. ჩვენ იყო შემთხვევები შევადარეთ და აბსოლუტურად არ განსხვავდებოდა კომერციული ვაქცინა სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ვაქცინებისგან. აბსოლუტურად არ. თუმცა ეხლა მაქსიმალურად ცდილობენ რომ პრეტენზიები რომ ჩვენი მოსახლეობის იქნას დაკმაყოფილებული ევროპულ ქვეყნებში წარმოებული ვაქცინები იქნას შემოტანილი. ამ ვაქცინების მოპოვება დობის ფაქტორი მაღალია. ფსიქოლოგიური ფაქტორიდან დობის ფაქტორი აქედან თორე კიდევ გეუბნებით რომ იმ ინდური ვაქცინების შემთხვევაში ჩვენ ბავშვობაში შეიძლება კი არ ვიცრებოდით ინდური ვაქცინა, მაგრამ ცოტა მერე თაობის ბავშვები და მოსახლეობა ინდური ვაქცინებით იცრებოდა და რა ვიცი მე ხა დიდი სხვაობა არ იყო ამაში. აი თქვენ ახსენეთ ჯამრთელი ბავშვების ვაქცინაცია ხდება. აი რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არის რაღაცა გარკვეული პათოლოგიით? ის ხომ ისედაც თავისი დაავადებიდან გამომდინარე ფაქტიურად რისკის ქვეშ არის, იმიტომ რომ ვერ იცრება თუ არ იცრება, აი რატომ არ ცრიან ასეთ ბავშვებს? როცა მე ვახსენე რომ იცრება ჯამრთელი ბავშვი, ეს ამაში ვიგულისხმე ის რომ მწვავე პერიოდში არ უნდა აიცრას ბავშვი. რაიმე დაავადების პერიოდში, ხო, განსაკუთრებით ინფექციური დაავადების, მაგრამ აცრების ეროვნული კალენდარი მოქმედებს, სახელმწიფო პროგრამა არის ამაზე იმუნიზაციის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მენტალიტეტისთვის, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობისთვის, ჩვენი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარეა ეს კალენდარი და იქ არის ყველა განსაზღვრული. რა დაავადებების შემთხვევაში ხა დაწვრილებით არ ჩამოვთვლი მე, რა დაავადებების შემთხვევაში არ შეიძლება აიცრას ბავშვი და მოზრდილი ადამიანი და ამას მუდმივი უკუჩვენებას ვეწახით ჩვენ და რა დაავადებების შემთხვევაში შეიძლება დროებით იქნას გადავადებული აცრა, მაგრამ პირველივე შესაძლებლობისთანავე შემდეგ ის ვაქცინაცია უნდა ჩატარებული იქნას, რომ შემდგომში უკვე ამ ინფექციებისგან ბავშვი იყოს დაცული. აი ყველა ვაქცინის გაკეთებას ხომ თავისი ვადები აქვს და დაუშვათ დროებითი გადავადების შემთხვევაში, აი რაღაცა ოპერაციული ჩარევის დროს, რაღაცა ინფექციური დაავადების დროს, რაღაცა ის ვადა ამოვარდა. ამ შემთხვევაში ირღვევა თუ არა აი ის მექანიზმი და ის შედეგი, რასაც დაუშვათ ვაქცინა აკეთებს ორგანიზმში, თუ შესაძლებელია რომ გარკვეული გადავადების შემთხვევაში მაინც გაკეთდეს და იგივე შედეგი ექნება, თუ ახლიდან იწყება ყველაფერი? მოკლედ აი ცოფის შემთხვევაში ვიცი რომ თუ მშობელმა აურია ის გრაფიკი ვაქცინის ახლიდან იწყებაში კი ცოფი ცალკე სხვა ის არის და ამის გაუკეთებლობა არის ძალიან დიდი კატასტროფა, იმიტომ რომ თუ დაავადდა სხვა საშუალება არ არსებობს. აი და ზუსტად იმუნიზაციის სიკეთე ამაში არის, რომ ერთადერთი საშუალება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა ცოფის შემთხვევაში არის ვაქცინაცია, იმიტომ რომ თუ დაინფიცირებული არის ამ ვირუსით, ცოფის ვირუსით, სხვა მედიკამენტოზული ჩარევა ყველაფერი არის ამაო. თუ არ გაკეთდა ვაქცინაცია. კი, ამას თავისი სქემა აქვს, რა დროს უნდა გაკეთდეს, მაგრამ დაგვიანების შემთხვევაშიც მაინც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. აი სხვა გზა არ არსებობს. სხვათა შორის ძალიან გასაკვირია იმ ადამიანების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ, რომლებიც მზად არიან ცოფის შემთხვევაში მაშინვე წაიყვანონ ასაცრელად და ამ დროს სხვა რომელიმე დაავადების საწინააღმდეგო აცრაზე უარს ამბობენ. ნუ შეიძლება ინფორმაცია მიდგომები რაღაცა არასწორია. შეიძლება ინფორმაცია აქვს მეტი, შეიძლება იციან რომ სხვა გზა არ არსებობს მკურნალობის და ამიტომ აკეთებენ მაგას, ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ აქაც არის წინააღმდეგობები, როდესაც არ იცრებიან. ანტირაბიული ვაქცინა საკმაოდ ისეთი ვაქცინა რეაქციებს იძლევა. და ამიტომ ფიქრობენ, რომ აღარ გაიკეთონ, მაგრამ
რისკის ქვეშ აკეთებენ, იმიტომ რომ ინკუბაციური პერიოდი ცოფის ვირუსს აქვს ძალიან დიდი 1 წელი, აი დაკბენიდან ან დადორბლიდან აუცილებელი არ არის დაკბენა იყოს, დადორბლა, დაკაწვა, ხო? 1 წელი არის, ანუ ვირუსის შეჭრიდან კლინიკურ გამოვლინებამდე ეს არის ინკუბაციური პერიოდი, ხო? 1 წელია, 1 წლის განმავლობაში ეს არის რისკის ქვეშ. შეიძლება ეს აშინებთ, ვერ გეტყვით, მაგრამ წინააღმდეგობები ამ აცრების შემთხვევაშიც არის საკმაოდ ბევრი ხოლმე და აი ჩვენი სამსახური არის, როგორ გითხრათ, იცით, ყველა ინფორმაცია დაკბენა დადორბლის შემთხვევაში, თუ კი სამედიცინო დაწესებულებამდე მივიდა დაზარალებული, ყველა ინფორმაცია იყრის ჩვენთან თავს და მე უარის შემთხვევაში აი ჩვენი სამსახური, ჩვენი ეპიდემიოლოგები მაქსიმალურად მუშაობენ, რომ დაარწმუნონ ეს ადამიანი, რომ უნდა ვაქცინაცია ის, რაც რა ბიოლოგის მიერ არის მოწოდებული, რა რაოდენობა, შეიძლება პირობითი კურსი ქონდეს სამი აცრით შემოიფარგლოს, შეიძლება სრული კურსი ქონდეს, ეს დამოკიდებული არის კბენის ადგილზე, ეს დამოკიდებული არის ცხოველზე, არის შინაური ცხოველი თუ მიკედლებული ცხოველია თუ მოხეტიალი ცხოველია, აი ამებზე ამის გათვალისწინებით რა ბიოლოგი ნიშნავს და თუ შეწყვეტა მოხდა, მაშინ აი მაქსიმალურად ჩართულები არიან ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩემი სამსახურის, რომ დაარწმუნონ ეს პიროვნება, რომ რაჯობია მისი სიცოცხლისათვის რისკებს შეფასებას უკეთებენ და ხშირ შემთხვევაში ხოლმე არის, რომ აგრძელებენ და იმ მკურნალობას იტარებენ. ამას მკურნალობას ვეძახით ვაქცინაციასთან ერთად. ეხლა არ შემიძლია არ შევეხო კოვიდის თემას, რომელიც არ ვიცი, რაღაცა ძალიან ცუდ მოგონებად გვაქვს ყველას და ფაქტიურად ცხოვრება დავყავით კოვიდამდე და კოვიდის მერე. აი ინსტინქტურად ფიქრდები ადამიანი რაღაცას, აი კოვიდამდე იხსენებ, მერე კოვიდის მერე და აი ესე რაღაცნაირად ეს კოშმარი ვცდილობთ, რომ დავიწყებას მიეცეს. მაშინ ძალიან ისეთი ორ ბანაკად იყო საზოგადოება გაყოფილი ვაქცინაციის მომხრეები და ვაქცინაციის მოწინააღმდეგების. სხვათა შორის მე ძალიან მომხრე ვიყავი ზუსტად აი ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის რომ ვიცოდი, რომ ბავშვობაში ჩემი ბიძები როგორ შეეწირნენ იმ წითელას და ამიტომ ძალიან ვეთანხმებოდი იმას, რომ აუცილებლად ყველა უნდა დაცულიყო. თუმცა იყო შემთხვევები, რომ დავუშვათ იმ ვაქცინამ ვერ დაიცვა გარკვეული ადამიანების რაღაცა რაოდენობა. თუ არ იკვლევა იმის ჩატარებული, რომ აი აცრის შემთხვევაში და აცრის გარეშე კოვიდის გადატანის შემთხვევაში სტატისტიკა, რომ აი სიკვდილიანობა შეფარდება როგორი იყო, თუ აუცრელებში. აცრილებში უფრო მეტი იყო თუ აუცრელებში. ესეთი სტატისტიკა მე ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ აი ციფრები არ შემიძლია. იმიტომ რომ რატო ვამბობ, აი მაგ პერიოდმა თუნდაც დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ ძალიან შეარყია და ის რომ დღეს ხო სხვა ვაქცინების მიმართაც ძალიან შეარყია და ადრე თუ საკმაოდ აი უპრობლემოდ ხდებოდა მშობლები პირიქით მომართულები იყვნენ და მთელი რიგი ის ცხრილი ჰქონდათ და გრაფიკი როდის შვილი უნდა აეცრათ, ეხლა ძალიან არის ეს შერყეული და აი ეს კვლევა თუ დაიდება, ეს ვფიქრობ, რომ ბევრად გამოასწორებს მდგომარეობას. იცით, პანდემიის პერიოდში ცოტა ძნელი იყო სტატისტიკურად ამის გაკეთება. აი სხვა შემთხვევაში ჩვენთან, როდესაც ვაქცინით მართვად ინფექციებზე შემოდის შეტყობინება, ეს შეტყობინებები სამედიცინო დაწესებულებებიდან ჩვენთან შემოდის, იგივე გართულებების შემთხვევაში ვაქცინის აცრის შემდგომი გართულებების შემთხვევაში შეტყობინებები შემოდის. ნებისმიერი ინფექციური დაავადების შესახებ შეტყობინება შემოდის და ჩვენ მერე ვიკვლევთ, აი იყო თუ არა იმუნური, ანუ აცრილი იყო თუ არა წითელაზე, აცრილი იყო თუ არა ყბაყურაზე, ხო? და 95%-ში ეს არის აუცრელი შემთხვევები გვაქვს. ან არასრულად აცრილი, დავუშვათ არასრულად ვეძახით, თუ ერთი დოზა აქვს წითელასი მიღებული და მეორე არა. და ამ შემთხვევაში დაემართა. ხო, კოვიდის შემთხვევაში ცოტა ძნელი იყო მაგისი გარკვევა, გარდაცვლილები იყვნენ თუ არა აცრილები. ყოველ შემთხვევაში ჩემი სამსახურისთვის ეს და ყველასთვისაც, იმიტომ რომ შემთხვევების რაოდენობა იყო აი
ძალიან დიდი გქონია აი დღის განმავლობაში 400-500 შემთხვევა, ხა როგორ წარმოგიდგენიათ აი 400-500 შემთხვევიდან გამოკითხვას კი ვაკეთებდით, მაგრამ იყო აცრილი თუ არა. გარდაცვალების შემთხვევებიც ვაქცინის შემოტანამდე იყო სტატისტიკურად უფრო მეტი, ვიდრე ვაქცინაციის შემდგომ. იმას ჭირდებოდა კიდევ აცრის შემდგომ გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 3 კვირა იყო, 3 კვირიდან 1 თვემდე, რომ იმუნიტეტი გამომუშავებული იყო პირველი აცრის შემდეგ და შემდეგ კიდევ მეორე დოზა უნდა გაეკეთებინა, რომ გარკვეული იმუნიტეტი ორგანიზმს ქონოდა ამ ვირუსის მიმართ. ამიტომ ცოტა ძნელი იყო იმ პერიოდში სტატისტიკურად თქმა იმისი, რომელი უფრო მეტი იყო, თუმცა მაინც აი ერთი შეხედვით აუცრელები შემთხვევაში გარდაცვალების შემთხვევები უფრო გარდაცვალების მაჩვენებელი იყო უფრო აღარ. მე ოჯახის წევრი გარდამეცვალა, იმიტომ რომ აუცრელი იყო და მართალია ასაკიანი იყო და ბევრი ჩემს გარშემო, ვინც გარდაიცვალა, ისინი აუცრელები იყვნენ. თუმცა ოჯახის წევრები და ჩვენ ყველა აცრილები ვიყავით, მათ პროტესტი გამოთქვეს და უარი განაცხადეს აცრას. ხო, კიდე ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. ეხლა აი 21 საუკუნის უდიდესი პრობლემა აუტიზმი. და ხშირად არის ხოლმე, რომ აი სხვადასხვა კვლევები ძალიან ერთმანეთის საწინააღმდეგო კვლევები ტარდება, იმიტომ რომ ნაწილი მკვლევარების ამბობს, რომ ეს არის კვებიდან, ზოგი გენეტიკური მუცლადყოფნიდან, მაგრამ ნაწილი მკვლევარების ამბობენ, თუმცა მცირე რაოდენობა, რომ აცრებმა გამოიწვია ეს. არის თუ არა ამაზე კვლევა და რამე კავშირში არის თუ არა აუტიზმი აცრებთან, იმიტომ რომ ეს აცრები იყო მე-20 საუკუნეშიც, მაგრამ აუტიზმი არ არსებობდა და არის 21 საუკუნეში უფრო ნაკლები დოზით, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე უფრო ბევრი გაჩნდა ეხა ვიდრე დაუშვათ მე-20 საუკუნეში იყო და მაგრამ სამაგიეროდ აუტიზმი ძალიან გაიზარდა. რამე კავშირში არის თუ არა ეს მითია თუ რეალობა? ეს რა თქმა უნდა ამ ეტაპზე მითია და საიდან წამოვიდა ეს აუტიზმის კავშირი ვაქცინაციასთან. აი წითელას ვაქცინას უკავშირებდნენ, წითელას ვაქცინაციას უკავშირებდნენ და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გასულ საუკუნეში ცრებოდნენ წითელაზე, მაგრამ აუტიზმის შემთხვევების რაოდენობა მაშინ ამდენი არ იყო, რაც ახლა რაც დღესდღეობით არის, ხო? ერთმა ექიმმა დადო არასწორი კვლევა აუტიზმის კავშირის ვაქცინაციასთან გამოაქვეყნა ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში, რომელიც შემდეგ პუბლიკამ აიტაცა, თუმცა იმ ჟურნალმა მალევე ეს ცრუ პუბლიკაცია. მაგრამ გასული ინფორმაცია უფრო დაჯერებადია, ვიდრე ამ ექიმსაც სამედიცინო საქმიანობის ნებართვა ჩამოართვეს, მაგრამ აი ბოლო კვლევებით რაც არის დადებული და ეს კვლევები კიდევ გრძელდება სრულად ჯერჯერობით ძალიან გადაჭრითი მტკიცებულებით არა, მაგრამ ისევ ბოლო კვლევებით ამას უკავშირებენ საკვებს, ნანონაწილაკებს და კვლევა მიმდინარეობს, თუმცა კიდე გეუბნებით, გასულ საუკუნეშიც იყო ვაქცინები, მაგრამ აუტიზმის შემთხვევები ამდენი არ იყო და კვლევა გრძელდება. სად უნდა აიცრას ბავშვი? სად უნდა მიიყვანოს მშობელმა ასაცრელად ბავშვი? ოჯახის ექიმთან, ეხა ჩვენთან, ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაიონის თუ ავიღებ მხედველობაში, ყველა სოფლის ამბულატორია, სადაც კი არის, ამცრელი კაბინეტები არის ყველა სოფლის ამბულატორიაში და ქალაქში არის იმუნიზაციის 2 კაბინეტი, ერთი გორის სამედიცინო ცენტრში, სულხიშვილის ქუჩაზე და მეორე ყოფილი გორმედის ამჟამად უკვე საქართველოს კლინიკების გორის რეფერალურ ჰოსპიტალში
ვაქცინა ყველა, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ერთნაირი ვაქცინა და ყველა გადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან, ანუ ჩვენი სამსახურიდან. ყველა ვაქცინაზე არის ამის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა ვაქცინაზე არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი ცივი ჯაჭვის დაცვის პრინციპით წარმოებლიდან მოსახლეობამდე თვითონ ასაცრელ ბენეფიციარამდე ეს ტემპერატურული რეჟიმი არის დაცული. სამაცივრე სპეციალურ დანადგარებში არის შენახული, შემდეგ ტრანსპორტირებაც სპეციალური ყუთებით, სადაც იქაც 2-დან 8 გრადუსამდე უნდა ინახებოდეს ძირითადად ვაქცინები, არის ზოგიერთი ვაქცინა, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში ინახება, მაგრამ ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან გადის მხოლოდ სპეციალური ყუთების და ამ ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. და არ შემიძლია არ ვთქვა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომ ეხლა შეიძლება ძალიან რეკლამად გამომდის, მაგრამ რაღაცა ვთვლი, რომ ცნობიერების ამაღლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ინფორმაციის მიწოდებას. წლების განმავლობაში მიუხედავად იმის, რომ სამედიცინო განათლება მქონდა, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ აცრას, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება, სანამ აცრას დავიწყებდი, გამწარებული ვიყავი, ოდნავი სიგრილე, ოდნავი ნიავი, იმ წუთში მეწყებოდა გრიპი და რაც დავიწყე დაახლოებით 2017 წლიდან ჯერ ჩემმა მშობლებმა დაიწყეს და სხვათა შორის ასაკში, 97 წლის ასაკში არიან ეხლა და ბოლო 10 წელია შეიძლება ითქვას, ვირუსი რომ მთელი იფეთქებს და ქვეყანა რო ცუდად არის და ძალიან მძიმედ რო არიან, ამათ ვირუსი არ ხვდებათ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამ ასაკში ის ვირუსები რაც არის და რაც თუნდაც ზამთარში ხდება მისი აფეთქება, ალბათ ვერც გადაიტანდნენ და რაც ვიცრები დავისვენე. მინდა რომ მოსახლეობას უთხრათ, როდის უნდა დაიწყონ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა და ყველაზე ოპტიმალური პერიოდი რა არის? ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ბოლოდან დავიწყებ, არის სექტემბრის ბოლოს. გრიპის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და მაისის დასაწყისამდე გრძელდება, ანუ ეს არის სეზონი, როდესაც გრიპის შემთხვევები, თორე ზაფხულშიც არის გრიპის შემთხვევები, ყველაზე მომატებული რაოდენობით არის გრიპის შემთხვევები და ამიტომ იმუნიტეტის გამომუშავება 2-3 კვირა ჭირდება, ამიტომ არის სექტემბრის შუა რიცხვები, სექტემბრის ბოლოდან, მანამ აქტიურ ფაზაში შევა გრიპის სეზონი, აცრები მიზანშეწონილი. ეხლა ვთქვით, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავდება იმუნიტეტი. რა ხდება გრიპის შემთხვევაში და რატომ ვიცრებით? ალბათ ყველას შეიძლება დააინტერესოს ამან, რატომ ვიცრებით ყოველწლიურად გრიპის ვაქცინით, ხო? ამას ვეძახით ეპიდჩვენებით ვაქცინაციას. იმიტომ რომ გრიპის ვირუსს ახასიათებს ცვალებადობა. სხვადასხვა წელს სხვადასხვა შტამი ცირკულირებს. ესეც კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერებს აქვთ განსაზღვრული მომავალ წელს რომელი შტამი სავარაუდოდ შეიძლება ცირკულირებდეს ბუნებაში და ამიტომ ერთი იმ მომავალი წლისთვის მზადებას უკვე აი ამ პერიოდიდან იწყებენ და ახალი ვაქცინა გამოდის. სხვა შემადგენლობით რომელიც უკვე გამოცდილია, რა თქმა უნდა. ხო, აი შტამების, სხვა შტამების საწინააღმდეგოდ, რომელიც შეიძლება ცირკულირებდეს მომავალში და ამიტომ არის რომ თვითონ გრიპის ვაქცინა, ყველა ვაქცინას აქვს თავისი ვადა. ისე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ხო, გრიპის ვაქცინას აქვს ხანმოკლე ვადა მოქმედების, ანუ 1 წლიანი აქვს ხოლმე და ამიტომ არის რომ ყოველწლიურად ვიცრებით და თქვენ გრიპთან დაკავშირებით სხვათა შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც გვაქვს, იმიტომ რომ მოსახლეობას გაუიოლოთ აცრების საშუალება მეტი კონდეს, ჩვენთანაც ხდება აცრები, გვაქვს ამცრელი კაბინეტი და
და ნახოთ როგორი მადლიერები, აი როგორც თქვენ ხართ მადლობელი და ამ ვაქცინის და ყოველწლიურად იცრებით და თქვენი მშობლებიც, აი ერთი და იგივე ხალხი მოდის, იმიტომ რომ იმან დაინახა შედეგი. შედეგი ნამდვილად ეს ვაქცინა არ იცავს დავშვათ სხვა იგივე რინიტისგან, ნებისმიერი ცხვირიდან გამონადენი გრიპი არ არის, ხო? კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვერ გეტყვით, რომ წლის განმავლობაში არ შემხედრია, მაგრამ მსუბუქი ფორმებით მოდის. აი ზუსტად ვაქცინის მცირედი დისკომფორტი არ შეხვდეს, ან მსუბუქად გადაიტანო. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის იმ ადამიანებისათვის, ვინც არის ქრონიკულად მოავადი. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია მოხუცებისთვის და ჩვილი ბავშვებისთვის, იმიტომ რომ 6 თვემდე ეს ვაქცინა რეკომენდირებულია 6 თვის ზემოთ ასაკის მოსახლეობისთვის. აღარ მამოხუცებულობამდე 6 თვემდე ბავშვები ან დედის იმუნიტეტით უნდა იყვნენ დაცულები, ან დაუცველები არიან, ხო, 6 თვემდე არ უკეთებია. აი ამ ბავშვებისთვისაც არის მიზანშეწონილი გარშემომყოფები იყვნენ ნაცრილები და ამიტომ სულ ერთი და იგივე მოსახლეობა. გაიზარდა თუ არა მომართვიანობა? რო გითხრათ, რომ წინა წელთან შედარებით უფრო მოიმატა არა. აი კოვიდის პერიოდში უფრო მეტი იცრებოდა გრიპზე ვიდრე ეხლა. სხვათა შორის იცით რა არის, მე მაგალითად ზუსტად წინა პერიოდში ვიყავით ჩემი ოჯახი აი გრიპის ვაქცინით აცრილები, სანამ ეს კოვიდი დაიწყებოდა და რატომღაც მგონია, რომ ჩემმა ოჯახმა კი კოვიდი შეხვდა ერთხელ სულ ყველას ოჯახში, მაგრამ იმდენად მსუბუქად და ფაქტიურად უსიმპტომოდ და რო არა შემთხვევითი ანალიზი და იქ აღმოჩენა კოვიდის ფაქტიურად ვერც მივხვდებოდით, იმიტომ რომ კონტაქტიდან გამომდინარე გავიკეთეთ ოჯახში ანალიზი კონტაქტი რო გქონდა და არ ვიცი რატომღაც ვაბრალებ, რომ იმიტომ რომ მე ჩემი მშობლები ვიყავით აცრილები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, რატომღაც მგონია, რომ იმანაც გარკვეულწილად იმუქმე და სანამ ავიცრებოდით კოვიდის საწინააღმდეგო გრიპის ვაქცინაში. ხო, ნუ რაღაცა ორგანიზმი მაინც კი, მაგრამ ორგანიზმში იმუნიტეტი უფრო მოძლიერებული იყო და არ იყო დასუსტებული და მსუბუქად იყო ესეთ შემთხვევებიც, რომ კოვიდს ვიღაცა მსუბუქად გადაიტანდა. კი, მაგრამ ორივე შემთხვევაში ახლა იმ ასაკში რა ასაკში ჩემი მშობლები არიან, იმდენად იოლად გადაიტანეს, რა ძალიან იშვიათობა და რატომღაც მაინც ვთვლი, რომ და ქრონიკულად მოავადებს თავისი შედეგი მაინც დადო იმ გრიპის საწინააღმდეგო კი, რომ იმუნური სისტემა იმდენად ძლიერი იყო და ჯანმრთელი იყო ორგანიზმი, რომ ადვილად ვერ მოერია კოვიდის ვირუსი, ხო? თორე კიდევ ვიმეორებ, დარტყმა მიმართული იყო ასაკოვნებზე და ქრონიკულად მოავადებს. აი ეს სტატისტიკა მაინც არსებობს, რომ ქრონიკულად მოავადი ადამიანების განსაკუთრებით გულსისხმთა სისტემის საკმაოდ გართულებებს იწვევდა და სიკვდილიანობაც. საინტერესო ალბათ გავაწლები და სტატისტიკა დაიდება ამ ყველაფერზე და როგორც ეხლა ვიცით უკვე ერთი საუკუნის მერე შედეგი იმ ვაქცინების, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიგონეს, მე-19 საუკუნეში, ალბათ დრო გავა და ჩვენი შულები აი ამ კვლევებს თუ უფრო ადრე არა დადებენ აუცილებლად. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო თემაზე იყო საუბარი. მე მაინც ვთვლი, მიუხედავად იმის, რომ მოწინააღმდეგეებიც არიან, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება გადარჩენის სხვადასხვა დაავადებებისგან და ბევრად უფრო ჯანმრთელად ყოფნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მეტი ინფორმაცია, მეტი ამ ყველაფრის მიმართ მით უმეტეს ეხლა შესაძლებლობა ჩვენ ისეთი დღევანდელ ინტერნეტის პირობებში, რომ ყველანაირი ინფორმაცია და კვლევები მოიძიო და სხვაზე არ იყო დამოკიდებული, ვინ რას გეტყვის და გაანალიზო და საკუთარი აზრი შექმნა, ამის შესაძლებლობა არსებობს და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ამ თემებზე ვისაუბრეთ. სწორად აღნიშნეთ, რომ დღევანდელ პერიოდში
იგივე სოციალურ ქსელებით, იგივე ინფორმაციის ძალიან დიდი ნაკადი არსებობს, მაგრამ ყველაფრის მიღება არ არის სასურველი და ყველას არ უნდა დაუჯეროთ, უნდა დაუჯეროთ მხოლოდ სპეციალისტებს ვაქცინაციასთან მიმართებაში. ინფორმაცია მიიღეთ მხოლოდ სპეციალისტებისგან. მე კიდე შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარი გიუნაშვილი, ეპიდემიოლოგი, ძალიან საინტერესო თემით ვაქცინაცია, იმუნიზაცია. მე კიდე გემშვიდობებით უყურეთ გადაცემას ყოველ შაბათს საღამოს 7 საათზე. ნახვამდის.